მთელი სამუშაო პროცესი წარიმართება აპრილის ბოლომდე, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რა თქმა უნდა აპრილის ბოლოს და იმედი გვაქვს რომ მანამდე დადგება შედეგი. შედეგი არც მანამდე და არც აპრილის ბოლოს დადგა. დღეს მაისის 1-ია და ფასების კომისიამ დასკვნა დადო. ბიზნესმენი დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა თქვა, რომ ცხოვრება მოქალაქეებისთვის მალე ვერ გაიაფდება. რაღაც პერიოდი უნდა იყოს, რომ ეს სისტემურად გასწორდეს. ის, რაც არასწორად კეთდებოდა წლების განმავლობაში, ერთ დღეში ვერ გასწორდება, ერთ დღეში მისის გასწორება საშიშიც არის. 104 გვერდიანმა დოკუმენტმა ირაკლი კობახიძის მთავარი მოლოდინი ვერ გაამართლა. არც კარტელური გარიგება, არც ფასების ხელოვნური ზრდა და არც რაიმე გეგმა პროდუქტების გასაიაფებლად. ოცნება ამტკიცებდა, რომ საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასნამატის მთავარი მიზეზი ქსელურ მარკეტებსა და დისტრიბუტორ კომპანიებს შორის ფარული უკანონო გარიგებები იყო. სწორედ ამის გამოსაძიებლად შეიქმნა პარლამენტში კომისია, რომლის თავმჯდომარე სულ სხვა მიზეზებს ჩამოთვლის და ამბობს, რომ მის გამოსწორებას კიდევ თვეები დასჭირდება. ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, რომ სათანადო გამჭვირვალეობა არ არის. და კომერციული ურთიერთობა გაუგებარია. მეორე არის, რომ გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და აქ იყო პრობლემა, რომელიც იქმნის დამატებით ხარჯებს, არ არის ნაშთების ბრუნის შესაძლებლობა სწორი და კონკრეტულ განსაკუთრებით წარმოებლების ნაწილში ხედველობაში გამცირე და საშუალო წარმოებელი მათ არ აქვს სტომა თავიანთი ნაშთების ბრუნვაზე, მაგრამ ეს პერიოდი ჩემის აზრით შესაძლებელია 6-დან 9 თვემდე დასრულდეს და სისტემა გაჯანსაღდეს. კომისიას მძიმე რეალობის აღიარება უწევს. ახლა ამბობენ, რომ მაღალი ფასები მძიმე ტვირთი არ არის, რადგან არსებობს აქციები და ფასდაკლებები და ვისთვისაც ფასი მნიშვნელოვანია, ამ დღეებს ელოდება. რა უნდა გააკეთონ ფასების შესამცირებლად? ამბობენ, რომ ბიზნესის საქმეში ვერ ჩაერევიან, რადგან მარკეტებზე ქვეყნის ეკონომიკის 21% მოდის და უხეშმა ჩარევამ შესაძლოა მძიმე შედეგიც კი მოიტანოს. ბაზრის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტის საბაზისო დახლის ფასი, თუმცა პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ფასდაკლებებით ხდება მათი რეალიზაცია, ეს არის ბაზრის აქციელი. აქ მიდგომა უნდა იყოს ძალიან თარგეტირებული, ძალიან წერტილოვანი და დეტალებში გაწერილი, იმიტომ რომ სექტორმა შესაძლებელი შოკირებული დარტყმა მიიღოს და დარტყმის შესახებ ჩვენ არ მივიღოთ არა ფასების შემცირება, არამედ ბაზარზე შოკური ფასები, რაც სისტემური კესკებთან დაკავშირებული და აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის. დოკუმენტი იწყება მტკიცებით, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენცია. არადასწორად აქ ხედავს პრობლემას გახარიას გუნდი, რის გამოც სხდომას დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ყოფილი პრემიერის პარტიაში თქვეს, რომ გაძვირებული ცხოვრების მთავარი მიზეზი კონკურენციის არარსებობა და კორუფციაა. ის კომპანიები, აქ საუბარია სასურსათო პროდუქციის მწარმოებლებზე, მათ შეძლეს ის, რომ მთელი დედაქალაქის მასშტაბით ეს უბნის ტიპის მაღაზიები გააძევეს ბაზრიდან. ეს ალბათ დამეთანხმებით, რომ აქ კონკურენციაზე საუბარი არ არსებობს. წყარო მომიტანეთ, არა, იმიტომ რომ ვიღაცამ თქვა, ეს წყარო არ არის. რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობ, რაც რეალურად ჩვენ თვითონული ჩვენგანი საუბარებო ბაზარზე ხედავთ. წყარო დამისახელეთ. ყველაზე სანდო წყარო მაშინ ბატონიშო. ეს არის რეალობა და ფაქტი. რაც არ არის არგუმენტი. თქვენ უარყოფთ იმას, რომ თქვენი რეალობა ყველამ შეიძლება სხვადასხვანაირად პროფესიონალები დავათავრებინეთ. არ არის პროფესიონალური თქვენ უარყოფთ იმას, რომ უბნის ტიპის მაღაზიები გააძევეს სამოხარებლო ბაზრიდან კომპანიებმა. წამლის მწარმოებელიც, იმპორტიორიც, რეალიზატორიც, სადაზღვევო კომპანიის წარმოადგენელიც, კლინიკის მეპატრონებიც ერთი და იგივე კომპანიებია. ამიტომ მოდი დავასრულოთ. ჯანსაღი კონკურენცია თუ გვინდა შეიქმნას, ვერ შეიქმნება ვერცერთ შემთხვევაში, თუ არ მოისპო ნეპოტიზმი, არ მოისპო ლობირება, არ მოისპო კორუფცია. როდის ან როგორ გაიაფდება მოქალაქეებისთვის წამლები, კომისიამ აფთიაქებისთვის მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესების რეკომენდაცია გასცა. ეს პრაქტიკა უკვე არსებობს. ბერეკაშვილი ამბობს, რომ ის სხვა წამლებზეც უნდა გავრცელდეს. ვითარება უფრო განსხვავებულია ნავთობპროდუქტების შემთხვევაში. დასკვნა ამბობს, რომ საწვავის გაძვირებას მსოფლიოში არასტაბილური გარემო იწვევს, თუმცა ფასის შენარჩუნება ხარჯების შემცირებით შეიძლება. მაგალითად, თუ ბენზინ-გასამართ სადგურებზე ჩამსხმელები არ იქნებიან და ყველა მძღოლი თავის თავს მოემსახურება, ამან შეიძლება საწვავის ფასზე გავლენა მოახდინოს. სერვისის ნაწილში ქსელებმა
თქვეს, რომ ავტომატიზაციის შემთხვევაში კიდევ არის, რომ ეს აქაც იგივე მოდელთან ვარ, რომ მისული, რომ საოპერაციო ხარჯები ეგ უფრო ეფექტური გავხადოთ. აი, ეს არის საწვავის ნაწილში. ჩვენი შესწავლით აჩვენა, რომ იმ მედიკამენტებზე, რომლებზედაც ეს რეფერენტი გავრცელდა, მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა ფასის ბოლო 2023 წელს დაინერგა ეს და დღის მდგომარეობით და საშუალოდ 40%-ის ფარგლებში მოხდა შემცირება იმ მედიკამენტების, რომელიც ამ რეფერენტში შევიდა. ეს არის ფაქტი და ამაზე არსებობს კონკრეტული კვლევა. და რეკომენდაცია არის, რომ ეს რეფერენტი გადიდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცვა. კომისიის დასკვნას მშრალი მეცნიერული ნაშრომი უწოდა ხალხის ძალამ და დოკუმენტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ბოლო დროს კობახიძის პარტიას უპირისპირდება, დასკვნა არაეფექტური რეკომენდაციების გამო დაიწუნა. ბერეკაშვილს უთხრა, რომ მოლოდინი კომისიისგან სულ სხვა იყო. ჩვენი პოზიცია ნათლად დავაფიქსირეთ, მხარი არ დაუჭირეთ ამ დასკვნას. ის კარგი სამეცნიერო ნამუშევარია, მაგრამ ნაკლებად შეიცავს კონკრეტიკას. და ვერკვლის მოლოდის, რომ ის კონკრეტულ შედეგზე გავა და იმოქმედებს ფასების შემცირებაზე. ეს კომისია შეიქმნა იმისათვის, რომ უნდა კონკრეტულ შედეგზე გავიდეთ და ჩვენ და ასევე მეც პირადად არ მაქვს ის განცდა, რომ ის კონკრეტულ შედეგს დადებს. ამ დასკვნას პარლამენტი მთავრობას გადაუგზავნის. ახლა ყველაფერი ირაკლი კობახიძეზეა დამოკიდებული. პროცესის დასაწყისში მას სწორედ კომისიის გამოძიების იმედი ჰქონდა. მოქალაქეებს კი ისევ არ აქვთ პასუხი, როდის გაიაფდება მათთვის ცხოვრება.